გამარჯობათ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ცხვარი ყავიანში. ქალბატონო სალომე, მე მგონი სხვაგან მოხვდით შეგვეშალა, ადგილ მდებარეობა. მართალი ხარ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ცხვარი ყლაპიაში. არა, ქალბატონო სალომე. არა, არ ვიმყოფებით ცხვარი ყლაპიაში, სხვაგან ვარ ჩვენ. აბა სად ვიმყოფებით? ბრაღისლავიანში? არა, ცხოველწებიაში ვართ, მე მგონი, როგორც ვიცი, ბოლო პრეზიდენტის მონაცემებითაც, და გავერკვიოთ ამ ბავშვი. ანუ ცხრები რომ შეჭამეს იქ ვართ. ალბათ. კარგიც. ჩემი აღსაყდრებიდან ერთი წლისთავის აღსანიშნავად გოგოებმა გადავწყვიტეთ, რომ სიურპრიზი მომეწყო და წამოვედით მარტო, არც ჯარი გვყავს, არც შეიარაღება გვაქვს და არც გვექნება. გვაქვს მხოლოდ კულტურა და ფანდური. ჩემო თანამესახდრებ შეგიძლია დაიწყო დაკვრა. დავიწყო. ბრიფინგი მოვაწვე აპარეკა, მთელი ერი ჩემსკენ იდოლება, რა ვქნა თუ არ ვიცი აზრობრივად, წინადადებების მიყოლება, დღესაც სახელმწიფო შევურაცხყვე, ვთქვი რომ ის არ არის ჯარიანი, რა ვქნა სიტყვები თუ მეფანდება, ალბათ ამინდია ქარიანი. ალბათ ამინდია ქარიანი. ყველა მეგამლანძღა არ მოწონვარ, ხალხშიც აღარ დამრჩა მეგობარი, რესტორანში მაინც დამაცადეთ, ქოთნის ლობიოსთან საუბარი, მწნილით ლობიოსთან საუბარი. სოფელში წავედი სასვენებლად, ღვინოც კიდავლიე მაჭრიანი, გორჯოსთანზე აღარ ნერვიულობ, თებში დავუტოვე საჭმლიანი, თებში დავუტოვე საჭმლიანი. ერმა შიმშილისგან თლად გარეკა, გუჯი ხერხემალზე გადაეკრა, აქეთ რობოკოპი გამოვარდა, აქციების წევრებს თავს დაესხა, იქეთ ერთ მორწმუნე აგვიჯანყდა, ჩვენი მინდორველი გადაჯეგა, მე კი დღე და ღამე იმას ვფიქრობ, რას უნდა ნიშნავდეს აპარეკა, რას უნდა ნიშნავდეს აპარეკა. ქალბატონო სალომე, გონი დავიკარგეთ, სხვა ადგილასა ვართ. კი, მაგრამ სად ვართ? Куда прете, девчонки? ვაიმე ქალბატონო სალომე, მე მგონი საზღვარი გადმოვლახეთ. შენი ბრალია. კი, მაგრამ ერთ ვიწუთვით ჯარი სად არის? თქვენი არ თქვი ჯარი არ გყავსო ქალბატონო სალომე? მაშინ ის გადაგვრჩენია, მოვძუძგოთ. გავიქცეთ გოგოებო. სიტუაცია